ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ დღესასწაულს, წმიდა თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი. ჭეშმარიტად ამ ორი ქრისტეს მოწაფის ღვაწლი ძალზე დიდი არის ეკლესიაში. საინტერესოა ისიც, რომ ეს ორი ადამიანი გამოირჩევა განსაკუთრებული მხურვალებით ქრისტეს მსახურებაში. მათ შორის სხვა საინტერესო მსგავსებაც არის. ორივეს ჰქონდა ძიმე დანაშაული და ცოდვა ჩადენილი. მოგეხსენებათ, რომ პეტრე მოციქულმა უარყო ქრისტე და მაცხოვრის ვნების დღეებში განაცხადა, რომ საერთოდ არ ვიცნობო ამ ადამიანსო. მოციქული პავლე კი იყო მდევნელი ქრისტიანეთა. მდევნელი არა მხოლოდ როგორც ესე ვთქვათ ნეგატიურად განწყობილი და უარყოფილი, არამედ ის ქრისტიანულ თემებს თუ ქრისტიანებს მოიძიებდა იმისათვის, რომ გადაეცა სამსჯავროზე და მოციქული პირველ მოწამე სტეფანეს წამების ჟამს ისიც იქ იყო. ამას ყოველივეს უყურებდა და გულშემატკივრობდა. და ეს ორი ადამიანი თავისი ცხოვრებისეული ღვაწლით და რაც მთავარია ქრისტეს აღიარებით ეკლესიამ დააყენა მოციქულთა თავში, არა იმით, რომ ისინი უფრო აღემატებიან სხვა მოციქულებს, არა იმიტომ, რომ რაღაცა განსაკუთრებული ნიჭები ჰქონდათ მათ, არამედ პირველი მოციქული პეტრეს შემთხვევაში უნდა ვთქვათ, რომ მან პირველმა ქრისტე აღიარა როგორც ქრისტე და ძე ღვთისა ცხოველისა. მაცხოვარი ეკითხება მას, ზოგი ის, ესე ვთქვათ, სხვადასხვა ხმები იყო, ამას წმინდა წერილიც ამბობს და ებრაელები ქრისტეს ზოგი ელიას უწოდებდა, ზოგი იოანე ნათლისმცემელს, ზოგი კიდევ წინასწარმეტყველად მიიჩნევდა თუ ღვთის კაცად. ანუ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მოარული ხმები თუ ჭორები. და მაცხოვარი ეკითხება მოწაფეებს, აი თქვენ როგორ მიგაჩნიათ ვინ ვარ მე? და აი აქ პეტრე მოციქული პასუხობს, შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისაო. აი ეს
აღიარება ეს აღიარება არ იყო ადამიანური ძალითა და ადამიანური ნააზრევით. ეს იყო სული წმინდის მოცემულობა. მოციქულისთვის. და ამის შემდგომ, ამ აღიარების შემდგომ ზუსტად ამბობს რაღაცა დროის მერე რომ არ ვიცნობო ამ ადამიანსო. აი როგორი არის კაცთა ბუნება. ხან აღწევს უმაღლეს მწვერვალს შემეცნების თუ შინაგანი სიმხურვალის ჭრეტელობის შემდგომ დაეშვება უკიდურეს უარყოფაში შიში შეიპყრობს და უიმედობა. აი ასეთი მერყევია და სუსტი ადამიანის ბუნება. ასევე პავლე მოციქულიც საკუთარ თავზე ამბობს, რომ მომეცა მეო საწერტელიო, რამე თუ ღმერთმა მითხრაო, რომ შენს უძლურებაში გამოჩნდება ჩემი ძლიერებაო. და პავლე მოციქული ამ თავის უძლურებაში, რომელიც მას ჰქონდა, ზოგი, ესე იგი, მამები ამბობენ, რომ მას ჰქონდა ძლიერი სული, ებრძოდა ძლიერი სული სიძვისა. ზოგი ამბობს, რომ ეს იყო მისი ხორციელი უძლურება, რომელიც აიძულებდა, რომ რამოდენიმე დღის განმავლობაში ყოფილიყო შრომის უნარიანობის დაკარგული. მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს იყო უძლურება ხორცისა. და პავლე ხედავდა ამ თავის უძლურებას და ამავ დროს მას უკვირდა ძლიერება ღვთისა, რომელმაც დაათმენინა მას სიცხე, სიცივე, შიმშილი, წყურვილი, გვემა, ტანჯვა, ციხეში ყოფნა, გამათრახება, ზღვაში ქარიშხლის დროს დანთქმა და სხვა მრავალი ჭირი და განსაცდელი და მისცა ძალა, რომ წარმართათვის ეუწყებინა ქრისტეს შესახებ და ჭეშმარიტი სარწმუნოება ერთი ღვთის ყოვლადწმინდა სამების შესახებ მოეფინა წარმართა შორის. და ამიტომაც ბრძანებს ერთ-ერთი ტროპარი სადიდებელი წმინდა მოციქულთა წმინდა თავნი მოციქულნთა ვადიდნენ პეტრე კლდეს სიმტკიცისა, ხოლო პავლე პირი ქრისტესი და მოძღვარი წარმართა.
კლდესი მტკიცისა ამ თავის დაცემისა და უარყოფის შემდგომ პეტრე გახდა ის ადამიანი, რომელიც მზად იყო ქრისტესათვის თავი გაეწირა და ასედაც მოხდა. პეტრე მოციქული აწამეს რომში დღესაც არის რომში ეკლესია, სადაც მაცხოვარი გამოეცხადა პეტრე მოციქულს, როდესაც ის თავისი წამების წინ რომიდან გადიოდა. გადიოდა არა საკუთარინებით, არამედ მოწაფეებმა სთხოვეს, რომ განშორებულიყო, რამე თუ იცოდნენ, რომ მას ეძიებდნენ დასასჯელად. და ამ თხოვნას დაეთანხმა მოციქული და უძველეს გზაზე, რომლის ნაშთი დღესაც არის რომში შემორჩენილი, აპიის გზა, აი ამ რომელიც გადის რომიდან, აი ამ გზაზე მას შეეგება მაცხოვარი და კითხა მას, სად მიდიხარ, პეტრეო? და მაცხოვარმა პეტრემ უთხრა, ასე არის, რომ თხოვნით თხოვნის გამო გავდივარ ქალაქიდან და შენ სად მიდიხარ, მაცხოვარო? და უპასუხა მაცხოვარმა, რომ მივდივარ, რათა შენს მაგიერ ვევნო. და მოტრიალდა მოციქული და მიბრუნდა ქალაქში და მიიღო მოწამეობრივი აღსასრული თავის მეუღლესთან ერთად. ჯერ იქნა მისი მეუღლე, ნაწამები და მოკლული, შემდგომ კიდევ პეტრე მოციქული. ეს იმპერატორი ნერონის პერიოდი გახლავთ. ერთ-ერთი ყველაზე თქვათ თვითნება და საკუთარ სურვილებს აყოლილი იმპერატორისა. მან გადაწყვიტა, რომ ახალი საიმპერატორო სასახლე უნდა ეშენებინა და ამისათვის საჭირო იყო ადგილი ქალაქში. ეს ადგილი იყო დაკავებული შენობებით და იმპერატორმა ხანძრის გაჩენა გადაწყვიტა, რომ გაენთავისუფლებინა და ამ ხანძრის გაჩენის მიზეზად შემდგომ ქრისტიანები იყვნენ დასახელებულნი და მოყვა ქრისტიანეთა დევნა და მათი სიკვდილი დასჯა. ასეთივე აღსასრული მოწამეობრივი ხვდა წილად პავლე მოციქულს, მასაც რომში. ორივე მოციქული იყო ერთ დღეს ნაწამები.
29 ივნის, ანუ 12 ივლისს ახალი კალენდრით. და მათმა ღვაწლმა, მათმა შრომამ მოიტანა ის, რომ თავად რომიც, დამასკო, რომელშიც მოსაკლავად ციხეში შეიპყრეს და ამყოფეს მოციქული პავლე, ეს ადგილები გახდა დიდი ქრისტიანული ცენტრები. დამასკო მთელს აღმოსავლეთში რომი მთელს დასავლეთში და ასეთი არის შედეგი ქრისტეს ერთგულებისა, ძვირფასო ძმანო და დანო. მიუხედავად ადამიანური სისუსტის, არასრულყოფილების, შიშის, უიმედობის, წუხარების თუ ადამიანთა მხრიდან დევნის, მიუხედავად ამ ყოველივესი, შედეგი ქრისტეს ერთგულებისა ყოველთვის გამოიღებს ნაყოფს და სხვა ადამიანებსაც მოუტანს სიკეთეს და ღმერთთან თანაზიარებას. ამიტომაც ჩვენ თანამედროვე ეპოქის ქრისტიანებს გვმართებს ამ მაგალითების კარგად ცოდნა და გააზრება, ძვირფასო ძმანო და დანო. ზოგჯერ ჩვენ ვიტყვით, რა აზრი აქვს ჩემს ლოცვას თუ ჩემს მარხვას. ზოგჯერ ვიტყვით, რომ მრავალი ადამიანი ცხოვრობს ჩვეულებრივად, არაფერი არ უჭირთ და არაფერზე არ დარდობენ. მაგრამ გვახსოვდეს უფლის სიტყვები, რომ გზა მიმავალი ცათასასუფეველისაკენ არის ვიწრო და მცირედნი შევლენ. ცათასასუფეველში, ანუ ეს არ არის გამართლება. სხვა როგორ იქცევა და ცხოვრობს. თუ სხვა საცდურად გვექცა, ეს მისი დიდი ცოდვა და მისთვის უმჯობესია, როგორც ამბობს წმინდა წერილი, წისქვილის ქვად გამოიბასო კისერსა და ზღვაში გადავარდესო. ასეთია საცდურის დამგები თუ მომტანი ადამიანის ხვედრი. ღვთის წინაშე გამართლებას როგორ პოებს ის?
და ამგვარად ძვირფასო ძმანო და დანო შევთხოვოთ წმინდა მოციქულებს რომ მათ უპირველეს ყოვლისა განამტკიცონ ჩვენი რწმენა შემდგომ განამტკიცონ ჩვენი სულიერი ძალები ღვთის სიყვარულისათვის მოყვასის მსახურებისთვის ყველას ძალისაებრ ჩვენისა ყველას მოწოდებისაებრ ჩვენისა ჩვენს მსახურების ადგილზე არის ეს ეკლესია თუ არის სამსახური თუ ოჯახი თუ საზოგადოება ჩვენ ყოველ ზიარების წინ ვამბობთ პეტრე მოციქულის და პავლე მოციქულის სიტყვებს ვიმეორებთ ზუსტად ზიარების წინ რწამს უფალო და აღვიარებ რომ შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე ძემ ღვთისა ცხოველისა აი მოციქული პეტრეს სიტყვები შემდგომ ვამბობთ მოსრული სოფლად ცოდვილთა ცხოვრებად რომელთაგან პირველი მე ვარ ეს კიდევ პავლე მოციქულის სიტყვები აი ამგვარად მივდივართ წმინდა ზიარებასთან რწმენითა და სინანულით და აი ამას გვასწავლიან ჩვენ წმინდა მოციქულები თუ როგორ უნდა ვიურთიერთოთ ღმერთთან რწმენით სინანულითა და სიმდაბლით მივეახლოთ მას ეს უნდა გვახსოვდეს ძვირფასო ძმანო და დანო და ამას ჩვენ ცხოვრებაში უნდა ვახორციელებდეთ და არ იყოს ეს ჩვენთვის მხოლოდ სიტყვები წმინდა მოციქულებისა ნათქვამი თითქოს ჩვენ არ გვეხება თითქოს ჩვენ შორსა ვართ ამ ყოველივესგან არა არამედ დავიდოთ ჩვენ ცხოვრებაში მათი მაგალითი და აი ამგვარად გვექნება ჩვენ ღმერთთან ურთიერთობის და ღმერთთან თანაზიარების შესაძლებლობა. ღმერთმა დაგლოცოთ ძვირფასო ძმანო და დანო, შეგეწიოთ მეოხება წმინდათა მოციქულთა პეტრესი და პავლესი. ამინ. ჩვენთან არს ღმერთი.